ჩვენი შოუსტუმარი გახლავთ საქართველოს სიამაყე, ყველაზე ძლიერი ადამიანი საქართველოში. და არა მარტო ბრავალგზის ჩემპიონი, ჰალკი. ლევან საგინაშვილი დღეს ჩვენთან. დაპატარები ვარ ყველანი მასტაჟერები. დაბრძანეთ. ლევან, როგორ ახარ? მოდი ძმაო. აპლოდისმენტები! შესაბამისი აპლოდისმენტები, ხო, აუცილებლად. რა, რამე არ ეწყინოს ამ ადამიანს. მოდი. აი, ლევან, როგორ? გაიმართ. შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომ კარგ ხასიათს რა, ცოტა მოვიწყინე. არ ბრაზდები. რეზვითი მოიწყინე. აი შეჯიბრებები რო არ არის ამ კოვიდის გამო. ხო. იცი რა მაინც? ენერგია მაქვს დაგროვებული და ენერგია აქვს დაგროვებული, ეს გავითვალისწინოთ ყველა. ლევანის ტიტულები ჩამოთვალოთ რა. სოფლიოს რამდენი გზის 6 ჩემპიონი? გზის მსოფლიოს ჩემპიონია. 7. 6-ის ევროპის. და დანარჩენს აღარ ითვლის. იმის იქეთ აღარ ითვლის. და ნუ პროფესიონალებში რაც გადავედი, არც ერთი შეხვედრა არ წამიგია 3 წლის. ანუ ჩვენი მოქალაქე ლევან საგინაშვილი რაც გადავიდა პროფესიონალებში, არც ერთი ბრძოლა მას წაგებული არ აქვს. ჩვენი მუჰამედ ალია ფაქტიურად და ლევან, იცი რა მაინტერესებს? პირველი რაც გამიჩნდა კითხვა. აი პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, არის ეს. შენ აი ბავშვობიდან, ეხლა მე ბავშვობაში მაგალითად ფეხბურთელობაზე არ ვოცნებობდი, გინდა თუ არა, ბევრი ოცნება. მე ვოცნებობ. შენ რაზე ოცნებობდი ბავშვობიდან? ფეხბურთელობა. ფეხბურთელობაზე? ლევან. ერთი ოცნება გქონია მე და შენ ბავშვობიდან. აბა მე მოდი ვიძმაკაცოთ რა. მე კლავჭიდელი გამოვიდი შემსახიობ. ხო, მეგრე გამოვიდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიძმაკაცოთ, იმიტომ რომ იყო ფეხბურთელი და არც მეორე კლავჭიდელი. ლევან, როგორ ატარებ ამ პერიოდს, ამ დროს? როგორ ანაწილებ შენ ენერგიას, რომელიც ზღვასავით გაქვს ფაქტიურად? როგორ სახარჯია უნდა, ხო, ანუ სად ხარჯავ ამ ენერგიას, საინტერესო. ცოტა ხუმრობით თქვი, ნუ რა თქმა უნდა ვარჯიშობ ისე. მე მზადები და დეკემბერში მაქვს შეჯიბრი ჩანიშნული და იმედია რომ ჩატარდება. ხო, ეს გვაინტერესებს უახლოესი რა ტურნირი. გაგზავნება შენ საუგებელი სერია. დეკემბერში არის ესეთი შეხვედრა გვექნება, ანუ ვენდეტა ოლსტარი არის. და მარჯვენა ხელში უნდა შევხვდე ამერიკას, დეივიდ შეიფის და მარცხენა ხელში რუს დენის ციპლენკოს. ვა. ანუ ორივეს გადაუწევ, ხო ხდები შენ რას გააკეთებ ამით. შენ რუსსაც გადაუწევ და ამერიკელსაც. ნუ ამერიკას და რუსეთს ვებრძვი რა. როგორც იქნა გაირკვა. შემატკივრობთ ძმაო რა. იცი რა მაინც აი შენ შემთხვევაში ანუ აი ჩვენ მაგალითად გთხოვენ ხოლმე ქუჩაში თქვა გოგონები თუ ბიჭები selfs და ვიღებენ თლიანად, ანუ ჩვენ გთხოვენ. შენ შემთხვევაში შენ კი გთხოვენ, მაგრამ შენი მკლავი არის ჩემი სახის ტოლა. მე ვიტყოდი. მე მგონი უბრალოდ მეტი. ერთი მთლიანი და ნახევარი ჩემი სახის ტოლა არის შეიძლება. მე მინდა რომ კამერამ დააფიქსიროს. მკლავი გააზრე. აი ნახეთ, ჩემი სახე და მისი მკლავი. მისი მკლავი, ჩემს სახეს დიდია. ამიტომ შესაბამისად მე მაინტერესებს, როდესაც შენთან მოდიან selfies გადასაღებად. შენთან იღებენ თუ მკლავთან? ნაწილ მკლავის შენ ნაწილთან. ამ ტელეფონს მემაძლევ რომ შენ გადაიღებ, იმიტომ რომ ვერ მატარებენ ხოლმე ბოლომდე და ხო ვერ ჩაგატარებენ, ფაქტი არის. შენ მოგისმინე და ედგან ამბობს რომ მოკლედ აი შეჯიბრის წინ, გადაწევის წინ, როდესაც შევდივარო, ხო? ვემზადებიო საკუთარ თავს ვამზადებო რა, საკუთარ თავზე ვმუშაობო და ახლა ნახევარ საათი მეტი ხანი და რო აი საკუთარ თავს მოკლედ ვიხსენებო რაღაც ამბებს, ცუდ ამბებს ვიხსენებ. ანუ მოტივაციას ანუ საკუთარ თავს რო რაღაც ვაბრაზებო, გასაბრაზებელ რაღაცა. ხო, და ამას ვიხსენებ ყველაფერს. თუ მაგალითად რუს სპორტსმენს ხვდები, ახლა მოტივაცია არ მაქვს. გასახსენებელი მეორე არის და. ხო, ჩვენ ნახეთ რა, მოკლედ ყველა სპორტსმენია, ხო, აი გასვლის წინ, შეჯიბრის წინ, ზოგ ბევრი ჩვევა, ზოგ სახეში ილაწუნებს, ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას აკეთებს, ზოგი კიდე შეჯიბრის დროს რაღაცნაირად გამოხატავს. ნუ ახლა ლევანზე რო ვთქვათ, რამდენადაც შეგაწყვეტინებ ძმაკაცი მყავს, რომელიც გვინოს ვავს ხოლმე რა. გასვლის წინ? ერთხელ იმდენი დალიო გათშუნდვა. ოიგო თუ წააგო? წააგო. მაგარიტურალი იყო. რომ მივიდა და ხელი ჩამოართეს ალავერს გადავა. ა შეგენაცვალე გადაგიწი. წავაგე, მაგრამ კიდია. ლევან, კლავჭიდის გარდა რა არის ისეთი რამე, რაც აი მართლა აი სერიოზულად გიტაცებს, რაც გიყვარს, რასაც უთმობ ძალიან დიდ დროს შენი ცხოვრებიდან. აი რა არის ასეთი რამე?
რავი, იარაღის სროლა მიყვარს. იარაღის სროლა გიყვარს? მაგრამ ნადირობა არა ის. ერთი წუთი უბრალოდ სროლა. მოიცა იარაღის სროლა არის ხელი მაჩვენე გაშალი ხელი რომელი იარაღს პოულობ რო აი მას უყ ალბათ თუ ესე ისრია და გადიდებული. აი ახ თიც როგორ ანაირ ხო ალბათ თუ ადი ან იმას აჭრის ეგრე წოდება. მოგეთ ყველა სპორტსმენი რაღაც თავის შეჯიბრის წინ როგორც ჩვენ თქვი ხო აი რაღაც ჩვენ საკუთარ თავს ესე ამხნევებ თუ როგორ გითხრა აძლევ უფრო მეტი იხსენებ რაღაცებს არის სხვადასხვა სპორტში ფეხბურთელები გასვლის წინ რაღაც დარბიან ხურდებიან ასე შემდეგ რა და მე კიდე შეჯიბრის დროსაც გამოხატავენ შესაბამისად ენერგიას აი ჩვენ შენ რა თქმა უნდა გეცოდინება და ალბათ მაყურებელსაც აქვს ნანახი თუ არ გაქვს ჩვენ შეგახსენეთ ამ ძალიან უნიკალურ სპორტსმენს კლავჭიდში არ ვიცი ბიჭს რა ქვია მაგრამ ვილენი გაბრავა. ხო ვილენი ერთ-ერთი ქართველი კლავჭიდელი რომელიც ასევე წარმატებულია და მოკითხვა ჩვენი მას მაგრამ ძალიან სახასიათო ადამიანია და თუ შეიძლება ვნახოთ ვილენის ვიდეო როგორ იხარჯება ის შეჯიბრის დროს ერთ რამეს გეტყვით მეგობრებო ერთ რამეს გეტყვით არ გამოგივა აილო ჩემო კახელო არა ჩემო კახელო ძმაო მე მეგრელი ვარ და გეუნები მასეთი ხმა მხოლოდ მეგრელებს შეგვიძლია ამოვუშვათ ხლა ვერავინ მარტო ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი გენეტიკაა მხოლოდ და მოკლედ მე დავინტერესდი და გადმოვხედე და ეს რაღაც ეთყობა მეთოდი არის საკუთარი აი მოხოდეს და ისე რო არ გამოგვივიდეს რომ მხოლოდ მამაკაცებზე და იმას ვსაუბრობ ქალბატონების კლავჭიდის ნახე და თუ შეიძლება ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ქალბატონი რომელიც მე მგონი ბრაზილიელი არ ვიცი თუ ის ხამ ქალბატონს ნახოთ რა ქალბატონი მე ძალიან ველოდი ლევანის სტუმრობას ჩვენთან შოუში რა მინდა რომ რაღაც მითები დავამსხვრიო დღეს რა ანუ დღეს მინდა რომ მითები დავამსხვრიო იმის შესახებ რომ მაგალითად მაინც და მაინც ძალა და ფიზიკური გაბარიტები მხოლოდ ეს არ ხნავს აღმარს და მხოლოდ ეს არ არის წარმატების საწინააღმდეგო მოკლედ მე მინდა რომ ხელის გადაწევაში შეგეჯიბრო ოღონდ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მომზადებული არ არის და ნუ შეერჩინოთ ასე უნდა არა თუ მზად არ ახარ მე არ მინდა რომ ოპლიოს შვიძის ჩემპიონი ლევან თუ მზად არ ახარ ის ძალიან ძლიერია დღეს შენ არ იცოდი ეს რომ ნიკას უნდა შეჯიბრებოდი გაპატიებს ნიკა დარწმუნებული ხარ რაღაც დავინახე თვალებში ის ყველას ხელს გვიწევს მე ნუ მიყურებ თვალებში აი ამათ აი გადავწიოთ ტატუს შეხედე ტატუს ლათინურად წერია ხედარი შეკვლიათ მუტად ზადახა? აი მოდი. გადავიდე. მაშინ სპეციალურ ადგილას გადავიდეთ, ესენი ჩემი გულშემატკივრები იქნებიან. საუკუნის შერკინება მეგობრებო. Street Fighter. აბა? ნიკა, აბა შენ იცი? მიდი. შენ შეგილია, ხო იცი? გაამხნევეთ. შენ შეგ. მე შენის გამხნევ. ეხლავე დავაფიქსიროთ რომ მე შენსკენ ვარ. ნიკა. მაინც რო ვიცოდე. აბა მიდი ნიკო. თავარია რა. აი თავიდან. მაგრამ უხილავის გადაგიწევ ქუდი უკან. სტალონესავით, ყბები. სტალონეს ყბები გამიკეთე. ყბები უკან გადაწიე ბიჭო თუ შევი. როგორც სტუმარს დაგიქმეთ რა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. რამე კიდე სხვა თამაში დაგვეწევით. თამაში. ვითამაშოთო ბიჭო. ვითამაშოთო. აი, ვითამაშე.
მაშასე მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთ თამაშს შემოგთავაზებთ, რომელსაც ქვია პინგ-პონტი. ხედავთ, მაგიდა დგას აქ. პრინციპიც მაგიდის ჩოგბურთის იქნება. უბრალოდ ვითამაშებთ სხვადასხვა ნივთებით. ეს ნივთები ციფრების მიხედვით უნდა ავირჩიოთ. 1-დან 10-მდე უნდა დავასახელოთ ციფრი და ამ ციფრის მიხედვით შემოგვიტანენ ნივთს, რომლითაც ვითამაშებთ პინგ-პონტს, ანუ მაგიდის ჩოგბურთს. ანუ ჩოგნები იქნება რაღაც უცნაური ნივთები. უცნაური ნივთები. სხვადასხვა. გუნდებში ვართ მე და ნიკო. შენ და ილო. აღარ გამოგივიდა. კარგი, რა ვქნათ? კარგი. პირველი ვინ შეერკინება ნიკო? მე შემიძლია ილოს შევერკინო. ერთ-ერთზე არის, ხო თავი? დავიწყოთ ერთ-ერთი და მე ნახოთ როგორ განვითარდება. თუმცა სანამ დაიწყებ თქვენ ხო არ ისე როგორი მონაცემები, ისე თუ თამაშობ ხოლმე. მე? ხო, თვითონ. აი, ეს გაგიკეთებიან? ქუშა. აი, ეხლა მოგიწევს მაგის დაიწყოს უშავ. კარგი. ესე იგი, ნიკო, თუ შეიძლება რამე ციფრი დაასახელეთ 1-დან 10-მდე? ქართველი ხარ, რა დაგავიწევ? 2. 2, თქვენს? 2. 2 ხარ და მე ჩვენი თავარი ბიჭების ამბავი. აბა რა, 3. 2-იანი და 3-იანი თუ შეიძლება სტუდიაში. ახე, რა. შენ სადღაც ხوار დაბრუნდი შენ შემთხვევით. 2-იანი, 3-იანი. ასე მოგვარდა მეგობრებო. 2 ის არის. აი, 3 ხო? მე. კარგი, გაუმე. აციფრი ვერ თქვი ჯო. 3 შეცდომამდე, ანუ 3 ჩაგდებამდე არის. შეიძლება რომ ესე გავხდი. რა ვარც გინდა. ბიჭო რა უცნაური. აი, ჩინელი ვარ. 1 და რა? საღო. დაისა, 1-0. 1-0, ხო? დაშო. ბიჭო დამეყალა ხელი. კარგია 2. 2-1. ჩამივარდა ეხლა და 2-1. 2-1. 2-2-ია. ნუ მღუპავ, ნუ. 2-2. არა, 2-1. 2-1. 2-2 და გადამწყვეტი. ვერ მომისნებ რაღაც კარგი. დიდი. ჰოპ. შუსტით როგორ დაუდექი ვანიკო. ლევან, დაუდექი შენ მაგდეგე. ის განწავაგე. კარგია. რა სიტყვის მე ჰალკი მეთქი და წავაგე. ძალიან კაი თამაშია. ის ვერ კიდები ნახე. რა ნაგლი ვარ. ციფრი? შენი მეძევა. ციფრი 10-მდე. 2 და 3-ის გარდა. პირველიო. პირველი. შეჩვეულია პირველობა. 7. 7. მე მანიშნებს პროდიუსერი 12-მდე შეგვიძლია გავგარდოთ. ძალიან კარგი. მაინც რა არის? 1 და 7. პირველობა შეჩვეულია. პირველი. ვანიკო, 7 შენია? ხო. ოიცა ეს 1, ეს ხო საოცრება მოგართი შენ. რასლე ლაპარაკები. როგორც მინდა ისე დაიჭირე. ეგრე ქემია მასწავლი. დარწმუნებული ხარო ქვედა ნაწილით არ გინდა? არ ვიცი. შოგანი სტარით თამაშობდა ბიჭო. აი ეგრე დაარტყი. არა უშავს ვანიკო, არა უშავს ვანიკო. 1-0. ჩაწოდება? ძირითი თამაშე. არა, ეს ძირით მართლა. ჩახვეული და ბიჭო, ძირით ჩახვეული და მე ნამდვილი ჩოგანის რომ იმითაც ესე ვითამაშე. აზრი არ აქვს, დამიჯერე. ვა, კარგი ხარ? აღო? აი მას ერთ-ერთი ახლა დავით მინაშვილად მოაქცევ ამას რა. დავიდა. რასაკეთე? 2-1. არ არის თვალელობა. უზი. კი, ხალხი შეწოდება 2-1. 2-1 უნდა მოკლა, მიდი. უზი უნდა მოკლა. გიწოდა ამ ნაძირალამ. ხო, რომელი? შენ აწვიდა 2-2-ია. ვანიკო მოინდომე? დაქოქე ეგ თუ როგორია მაგრამ. დაქოქილით თამაში. დაქოქილით თამაში. ვა! განდასული. ისინი მომაცხე თუ მიხვდებით ერთ. ვაგებ. ჩვენ უფრო თვალი ატრიბუტიკა ქონათ და ჩვენ ვაგებ. შემდეგი წვილი, ციფრები. მიდი მე რამე მაინც მოიგე. 3-ჯერ 3-9. 9 და 11. 9 და 11 გთხოვთ სტუდიაში. ერიგონია? ვახჩემ. არ გადავანებ დამწორდა იქ ყველაფერი მორჩა არ ვიცი რა არის. რა და შენ 11 თქვი? კი 11. ორფენსი. აშენ გაიხარა ციფრი. Алло, финтикоса. Финтикоса, раз, два, фигуру покажи. აბა მოვემზადეთ და წავიდა. ოდია. ესე ვითო? ყოჩა. ტრელით მომიგე ხო? რაღაცით გავაბრაზე. ჩაგდი. ტრელით მომიგე.
გიტარა არ გააფუჭო. არ ითვლება. მაინც რა არის თვლება კაცო. მოდი აქ. ამდე შემიძლია. მოდი აქ გაგანა. ბიჭო, რაღაც არასწორად მიჭირავს? არასწორად მიჭირავს კი არა, არასწორი მიჭირავს. მოდი აქ. არასწორად მიჭირავს, შეხედო. რაღაც არასწორად გიჭირავს. დაასდა. 2-2-ია? 2-2-ია. 2-1-ია. 2-1-ია, შენ შენ იგებს, ხო? აკობა ნიკა ობიექტურობისთვის. 2-2 ეხლა ხოა. მე ვარ. თუ შენ აგდებ, თუ კიდე შენ გააფუჭე და. შენ ჩააგდე. მაგრამ კარგი. არ დაიგერო. არა, უთო არ არის, ჩემი აგური უფრო ჩემი. კარგია. ციფრს ვასახელებ ხალკი, არ ნომერი შევს. 10. 10? შენ 8. 8. 10 და 8. შენი 10-ია? 10-ია. ეს შენ. ოშ. თუ გინდა ესე. ეს რო წავაგებ მე გამომადგებ. ამას რატო ეცინება? 8, ხო? დაიჭირე. ია, პაპაპაპამ. არ კარგად მოკიდა. თუ მოიგე ჩვენია. მიდი აბა? პივა გვა? მიდი პივა გვა კი. ისინი კისრებენ. მეორე მხრიდან, მეორე. მიდი ჰალკ. გასაკეთებ, არ ვიცი ბერას ვაკეთებ, მე თვითონ ვიცი და. ჰოპ. კარგი ხარ? მაგარი რაღაც იტანა. მიდი წიე. მიდი ჰალკ. არ არის თამაში. მოსვენა ჰალკი. კეშო. ჭუეს? ცებუცებ სტრაფად. ბოლჩემეშეს ვარ. 2-1. არ ვიცი. ბოლჩემეშეს. შენ გიგი. ჩაგდო ნიკო მაგ. დიდი ვანიკო. უნიტაზის ნაკრები. ნომერი 10. ვანიკო ტაყლიშვილი. დაწყმა. შაგდება. 2-2. და ცხოვრებაში. აიღეთ ტარანი. ლევან. რაღაცაში მაინც დავამარცხე. აუ ეხა ლუდი ხო გინდოდა. ერთი გვაკლია. მე ვარ. არა, რა ქვია ეს ტოპკა თუ რაღაცა? ტოპკა. ოპა. ნოლი. ციფრი 4 მე. ციფრი 4. აბა. შენ რა სიცახი? 4-ო ილომ. 4-ო ილომ დარჩენილი არის რაღაცეები. ხო 12 დარჩენილია მგონი. 12, 4 და 12. 12. კაი. ხრიანით? რომელი? ხრიანი დარჩენილია 4 და 12. შეიძლება გავიხადო? კაცო, ნახე რა კარგები შეხვდათ. ვარი როგორც დაირა. ნანანინანენია. მომზადე, დავიწყეთ. ის. მე ვერ გავი რეპეტიცია ვანიკო. არაუშ. სამოგებ 1-0 თუ როგორ? ალკოს დამარცხებული. კი, ითვლება როგორ არის ითვლება. აი 1-0. 1-1. 1-1. არა, ეს თევზი კარგად ითამაშა. ო, ოთაშორის? 2-1. 2-1, მოდი. მაგრამ ისე მოდი, მეგობრებთან გაიმარჯოს ყოველთვის ჯობი. მოდი. დრელი მომიგეს და უნიტაზი. მოდი აქ. ეგ ჯერ შენთან არ. ჯერ შემთან ხომ მაცა? ჩინურად მაგარი სტატისტიკა დადო. ვანიკო უყურე წესებს არ. აბა მოდი. აკეთვა ითვლება. ოპა, ოჩა. ეგრე სადარი. ვა, შედა ჩავარდა, ჩაითვალოს. ჩავარდა. ხო, მაგრამ მანამდე მაგასთან მიმტანი კი არ ხარ. რა შოტია? ო, მაგრამ არც ორი შოუმენობამდე მიმტანი ვიყავი. 2-1 გებ. 2-2. просто უბრალოდ როგორი მიმტანი ვიყავი ჩანს. ეს რო შეატრიალო უფრო კარგად. შევატრიალე და მოვწყდა მაჯახს უფრო ვიყავი. და ვა, შეიძლება. დუხი. მოდი სუპერფინალი გავაკეთოთ რა. ერთი საგდება და ამით 2-2-ზე. ვაში მოდი გადავინაწილოთ. მე აგურით ვიყავი ძლიერი. აი, ისას რა უნდა აიღო? აგურით მოვდი. გიტარა. გიტარა მომეცი, გიტარა. მომე? კარგად გამოგდის გეტყვი. აი, ნიჩაბი. გიტარით? მომე ნიჩაბი. და ეხლა წყვილებში თამაშობს და ეხლა გამარჯვებული გადაწყდება ვინ არის გამარჯვებული. მაიცე! გამარჯვებული უკვე გამარჯვებული. ეს არის გუნდი ნიკარაგუასი. ხება! რატო ჩაითვალა ეს ერთი უნდა ერთით ჩემი გადაცემა რასაც მინდა ვიზა. 1-0. გაგეშ
უშვა. მაგრამ მაინც შავდი. 2-0 ამასობაში. 2-0! ჩვენი გასწრება რა. დავიდა. როგორი ბანდერა. მოდი შენთან პატარავ. მოდი პატარავ. მოდი პატარავ. აბა. არა, ჩემი. არა, აუცილებლად ყოველთვის მოგებული ხარ. არ არის ჩემი სპორტი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ წაგეგოთ. აბა რა? არ დაგვეთმო არც ერთი ბურთი. არც ერთი. ამან დრელი. აბა სხვა რამეს ჩემიტერი შეეჯიბა ამას. საკუთარ მექნება რომ დრელით მოგიგე და უნიტაზის თავსახურით. მაშასე ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან გამარჯვებული არის სტუმარი. უმართლებს რატომაც ილოს ხოლმე.